ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება. ეს არის ჩიპების შექმნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური წამოწყება. ეს ნამდვილად სრულიად ახალ დონეზე აიყვანს ყველაფერს. ასე რომ ეს არის დონე, რომელსაც ალბათ ამ ეტაპზე ხალხი ვერც კი წარმოიდგენს. ეს არ არის ამაში. მე ამას კონტექსტიდან ამოვარდნილ პრობლემას უწოდებდი. ეს მათ კონტექსტში არ არის, ასე რომ მოდი კონტექსტი რამდენიმე რიგითობით შევცვალოთ. ეს ერთობლივი ძალისხმევა. მე ვაჭერ ღილაკს, მაგრამ არ მუშაობს. ჩვენ ვისწრაფვით ვიყოთ ორგანე, galaktikuri ცივილიზაცია. ამიტომ ვფიქრობ, რომ მომავალი, რომელსაც უმეტესობა დაეთანხმება, ყველაზე ამაღელვებელია. ეს ის მომავალია, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. იქ ვარსკვლავებს შორის, სადაც აღარ ვართ სამუდამოდ ერთ პლანეტაზე შეზღუდულები და ხვდებით მრავალპლანეტური სახეობა. ისევე როგორც საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკაში, რაც კი ოდესმე წაგიკითხავს. იცი, Star Trek, Ian Banks, Asimov თუ Heinlein. და ჩვენ გვინდა ეს რეალობად ვაქციოთ, არა მხოლოდ ფანტასტიკად, სამეცნიერო ფანტასტიკა, სამეცნიერო ფაქტად ვაქციოთ. ეს არის ის დიდებული და ამაღელვებელი მომავალი, რომელსაც ნამდვილად მოუთმელად ველი. საინტერესოა დაფიქრება, როგორ დაახარისხებდით ცივილიზაციებს. ამისთვის არსებობს გზები. იყო ერთი ფიზიკოსი, მგონი რუსი იყო, 60-იან წლებში კარდაშევი. მან მაღალ დონეზე იფიქრა, როგორ განიხილავდით კონკრეტულ ცივილიზაციას. და მან თქვა, კარგი, თუ თქვენ პირველი ტიპის ხართ, იყენებთ თქვენი პლანეტის ენერგიის უმეტეს ნაწილს და ჩვენ ჯერ კიდევ საკმაოდ შორს ვართ იმისგან, რომ რეალურად ვიყოთ პირველი ტიპი. ჩვენ მხოლოდ მცირე მზის ენერგიას ვიყენებთ, რაც დედამიწას აღწევს. მოდით ამას შევხედოთ. აი ესეა, მაგრამ ხო, დედამიწა იღებს მზის ენერგიის მხოლოდ დაახლოებით 9 მილიარდს. ამიტომ ზე მართლაც უზარმაზარია. ზე წარმოადგენს 99.8% მზის სისტემის მასის. ხშირად მეკითხებიან, რა ხდება დედამიწაზე ენერგიის სხვა წყაროებთან, მაგალითად ბირთვულ სინთეზთან. ეს სამწუხაროდ ძალიან მცირეა, რადგან მზე წარმოადგენს მზის სისტემის მასის 99.8%. იუპიტერი კი დაახლოებით 0.1%. და დედამიწა სხვა კატეგორიაშია. ჩვენ ვართ. მგონი ეს კარლ სეგანმა თქვა, მგონი ასე თქვა. დედამიწა მტვრის მარცვალივითაა უსაზღვრო სიბნელეში. ძალიან პატარა. მზე გიგანტურია. ამიტომ ცივილიზაციის გაფართოების ერთადერთი გზა კოსმოსში ენერგიის წარმოების ზრდაა. ეს აბსოლუტური სიმართლეა, რადგან Na Terra, capturamos apenas uma fração da energia do Sol, pois somos um pequeno grão de poeira. ამის ფიქრით წააგავს ელექტროენერგიის წარმოებას დედამიწაზე. De toda a energia ცივილიზაცია იყენებს მხოლოდ 1 ტრილიონად ენერგიას. do Sol, o que significa que, mesmo se você aumentasse a produção de energia da civilização em 1 milhão de vezes, ainda seria apenas 1/1000º da energia do Sol. Quero dizer, é tão inspirador pensar nisso. ხო, რადგან ჩვენ ძალიან პატარა ვართ ყველაფრის მასშტაბით. ხშირად ვეხვევით დედამიწაზე პატარა დაპირისპირებებში, რომლებიც სინამდვილეში უმნიშვნელოა. როცა მთლიანად გაიგებ სამყაროს სივიადეს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სამყაროს სიდიადე და ის, რომ შეგვიძლია ბევრად მეტი გავაკეთოთ, ვიდრე აქამდე გაგვიკეთებია. იმის ნაცვლად, რომ ვდარდობდეთ ამ პატარა უთანხმოებებზე დედამიწაზე. დიდად აზრს ვერ ვხედავ ამაში. დიახ, გვინდა ვიყოთ ცივილიზაცია, რომელიც galaktikაში გაფართოვდება კოსმოსური ხომალდებით, სადაც ყველა შეძლებს წასვლა სადაც უნდა. ეს ეპიკურია. შევქმნათ ქალაქი მთვარეზე და ქალაქები მარსზე, დავასახლოთ მზის სისტემა და გავაგზავნოთ ხომალდები სხვა ვარსკვლავურ სისტემებში. ეს ყველაზე კარგი მომავალი ჩანს, რაც შეიძლება იყოს. ამას რომ მივახციოთ, საჭიროა მზის ენერგია გამოვიყენოთ. ტერაქარხანა მიუხედავად სიდიდისა, 1 ტერავატი გამოთვლითი სიმძლავრე
წელიწადში ჩვენი ცივილიზაციისთვის მართლაც დიდი მაჩვენებელია. ხოლო ერთი ნაბიჯია კარდაშევის დონეზე ყოფნამდე. კარდაშევის მეორე დონიდან შორს ვართ. მე მესამე დონეზე კი საერთოდ არ ვართ. ეს ძალიან დიდი რამაა ადამიანის ამჟამინდელი სტანდარტებით, მაგრამ მაინც პატარაა ყველაფრის დიდ სქემაში. და ეს ძალიან რთულია ყველასთვის. ამ რთული მიზნის მისაღწევად საჭიროა სახეობის ერთობლივი ძალისხმევა. SpaceX-ი, Shai და Tesla ერთად მუშაობენ, რომ შექმნან ეს ეპიკური ტერრაფაბრიკის პროექტი. Tesla-მ, Shai-მ და SpaceX-მა უკვე გააკეთეს ის, რასაც ადამიანები შეუძლებლად მიიჩნევდნენ. ასე რომ, ალჯიგადე, გიგა ტექსასის ქარხანა, აქ, ხომ იცით, ოპტიმუსი რობოტი, რომელიც ახლა შენდება. არსებობს გლობალური სუპერჩამტენების ქსელი, მართლა ბევრი რამაა. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ბევრი ფიქრობდა, რომ ელექტრომობილები ვერ განვითარდებოდა და ბაზარზე არ ეკიდებოდა. ეს ტესლას გამოჩენამდე იყო. და ხალხი ამბობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო და ახლა ტესლა წელიწადში 2 მილიონი ელექტრომობილს აწარმოებს. დიახ და მერე? ქსაი, მიუხედავად იმისა, რომ ახალია და ახლა SpaceX-ია, ასევე შექმნა პირველი გიგავატური გამოთვლითი კლასტერი, რომელიც რეალურ დროში რეკორდულად მუშაობს. ჯენსენ ჰუანგმა, NVIDIA-ს წარმომადგენელმა, თქვა, რომ მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში არასდროს უნახავს, რამე ასე სწრაფად აშენებულიყო. ასე რომ, დიდი ქება NVIDIA-სგან და შემდეგ SpaceX-ისგან. კარგი, მგონი თავადაც შეგიძლიათ წაიკითხოთ. ისე, უკვე იცით. გულისხმობ, ხალხი ამბობდა, რომ მრავალჯერადი გამოყენების რაკეტები ან შეუძლებელი იყო, ან ეკონომიკურად არ გამართლებოდა. ეს გავაკეთეთ და მალე ეკონომიკურადაც გავამართლებთ. ეხლა 500-ზე მეც დავეშვით. Às vezes. ეხლა გქონდა Falcon Heavy. ეხლა ვმუშაობთ Starship-ზე, რომელიც ამ თავსატეხის კრიტიკულია. კომპიუტაციისა და ენერგიის მასშტაბირებისთვის კოსმოსში წასვლა და მასიური ტვირთის გატანაა საჭირო. და Starship-ი ამას შესაძლებელს გახდის. ასე რომ, ეს გაძლევს მასშტაბის წარმოდგენას. იქ გვაქვს ოპტიმუსი. ოპტიმუსი მასშტაბის გასაგებად და ოპტიმუსი დაახლოებით 1 მეტრი და 80 სანტიმეტრია. ასე რომ, ეს გაძლევს წარმოდგენას რაკეტის ზომაზე. Starship-ი V3 მეოთხე ვერსია ბევრად უფრო გრძელი იქნება და ფაქტობრივად იგი Starship-ის მესამე ვერსიას ცოტა დაბალს მოაჩენს. ეხლა Starship V3-ით ორბიტაზე სასარგებლო ტვირთი გაიზარდა 200 ტონამდე, მაშინ როცა ადრე ეს იყო 100 ტონა. და აქ შეგიძლიათ ნახოთ, რომ ეს უბრალოდ ISAT-ის მინი ვერსიის უხეში მიახლოება, ასე რომ ეს დაახლოებით 100 კილოვატია. აქ ნაჩვენებია მზის პანელები და რადიატორი მასშტაბში. ამიტომ, რაღაც მიზეზის გამო, კოსმოსში რადიატორებზე უცნაური დებატი მიმდინარეობს. SpaceX კარგად იცის, როგორ გაიტანოს სითბო კოსმოსში, რადგან ორბიტაზე 10,000 სატელიტი ჰყავს. ალბათ რაღაცას მაინც იცის. რადიატორი სინამდვილეში მზის პანელებთან შედარებით საკმაოდ პატარაა. ამას მინი სატელიტს ვეძახით, რადგან მხოლოდ 100 კილოვატია. ვიმედოვნებთ, რომ მომავალი სატელიტები მეგავატების დიაპაზონში იქნებიან. ამ გზით წელიწადში საჭირო ტერავატიან სიმძლავრამდე მისაღწევად ორბიტაზე წელიწადში დაახლოებით 10 მილიონი ტონა უნდა იყოს. თითო ტონაზე 100 კილოვატით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს შესაძლებელია და ახალი ფიზიკა ან შეუძლებელი რამეები საჭირო არ არის. დარწმუნებული ვარ, SpaceX-ი წელიწადში 10 მილიონ ტონა ორბიტაზე გაიტანს. ამიტომ ჩვენ მივიცევთ 1 ტერავატი მზის ენერგიისკენ, რაც გადათვეთს ენერგიის გამომუშავების პრობლემას. ამიტომ, მთავარი რაც გვაკლია, არის 1 ტერავატი გამოთვლითი სიმძლავრე. ამ გაცხადება პრობლემის გადაჭრას ისახავს. O principal problema que faltava. რომ უკეთ გააცნობიეროთ, რა მასშტაბზე ვსაუბრობთ ახლა. ამჟამად ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი ინფრასტრუქტურის მსოფლიო წლიური წარმოება დაახლოებით 20 გიგავატია. ეს გრაფიკი აჩვენებს, რატომ გჭირდება ტერაფებრეს აშენება, რადგან დედამიწის დანარჩენი წარმოება მხოლოდ 2% შეადგენს საჭიროებიდან. ასე რომ,
თუ დღეს მსოფლიოში არსებულ ყველა ქარხანას შევკრებთ, ისინი მხოლოდ დაახლოებით 2% წარმოადგენს იმაზე, რაც რეალურად გვჭირდება. ტერავატის პროექტისთვის, ანუ ტერაფებრესთვის. ამიტომ გვინდა რომ ჩვენი მომარაგების ჯაჭვი მკაფიოდ იყოს განსაზღვრული. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ჩვენი მომარაგების ჯაჭვის, მათ შორის Samsung-ის, TSMC-ის, Micron-ისა და სხვა პარტნიორების. და გსურს რომ მათ რაც შეიძლება სწრაფად გააფართოონ ჩიპების წარმოება, რომელსაც აწარმოებენ. ეს სიტყვები უთხარი. მაგრამ არსებობს მაქსიმალური ტემპი, რითაც მათ კომფორტულად შეუძლიათ გაფართოება. თუმცა ეს ნაკლებია, ვიდრე ჩვენ გვინდა. ან ავაშენებ ტერაფერს, ან ჩიპებზე წვდომა არ გვექნება. და რადგან ჩიპები ძალიან გჭირდება, ტერაფერს ავაშენებთ. ვიწყებთ მოწინავე ტექნოლოგიების ქარხნის მშენებლობას ოსტინში. ჯერა რომ გუბერნატორი ებოტი აუდიტორიაშია და მადლობას უხდი მას და ტეხასის შტატს მხარს მხარდაჭერისთვის. მოწინავე ტექნოლოგიების ქარხანაში ყველა საჭირო აღჭურვილობით, ნებისმიერი ჩიპის, ლოგიკური თუ მეხსიერების დამზადება შეგვეძლება. გვექნება ყველა საჭირო აღჭურვილობა ლითოგრაფიის ნიღბების დასამზადებლად და შეგვიძლია ერთ შენობაში შევქმნათ ნიღაბი. ჩიპის დამზადება, ტესტირება, სხვადასხვა ნიღბის შექმნა და სწრაფი განმეორებადი ციკლი დიზაინის გასაუმჯობესებლად. რამდენადაც მე ვიცი, ეს არსად სხვაგან მსოფლიოში არ არსებობს, სადაც გაქვს ყველაფერი საჭირო ლოგიკის, მეხსიერების დასამზადებლად, შეფუთვისთვის და ყველაფრის ტესტირებისთვის და შემდეგ ნიღბების გაკეთება, ნიღბების გაუმჯობესება და ამავე ციკლის მუდმივად გამეორება. ჩვენ მხოლოდ ტრადიციული გამოთვლებით არ შემოვიფარგლებით. მე ვფიქრობ, რომ არსებობს რამდენიმე ძალიან საინტერესო ახალი ფიზიკური მოვლენა, რომლებიც პოტენციურად სინამდვილეში მჯერა რომ იმუშავებს. ეს მხოლოდ დროის საკითხია. ამიტომ კომპიუტაციის ფიზიკის საზღვრებს უკიდურესობამდე მივიყვანთ და სხვადასხვა თამამ და გიჟურ იდეებს ვცდით. რას მიაღწევ სწრაფი ციკლის იტერაციით? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩიპის წარმოება, ტესტირება, დიზაინის შეცვლა და ახლის შექმნა ერთ შენობაში ხდებოდეს. ვფიქრობ, ამ სიტუაციაში ჩვენი რეკურსიული გაუმჯობესება ალბათ მსოფლიოში ყველაფერს დაახლოებით 10 ჯერ აღემატება. ზოგადად ველით, რომ ორ ტიპის ჩიპს დავამზადებთ. ერთი იქნება ოპტიმიზირებული AD-სა და ინფერენციისთვის, ასე რომ ეს ძირითადად გამოყენებული იქნება Optimus-ში და მანქანებში, მაგრამ განსაკუთრებით Optimus-ში. რადგან ველოდები, რომ რობოტები, ჰუმანოიდი რობოტები დამზადდება. მანქანების მოცულობაზე 10-დან 100 ჯერ მეტია რაოდენობა. მაგალითად, თუ მანქანების თლიური წარმოება დედამიწაზე 100 მილიონია. ჰუმანოიდი რობოტები. ეს არის წელიწადში 1 მილიარდიდან 10 მილიარდ ერთეულამდე, ასე რომ ეს ძალიან ბევრია. დიახ, Tesla გეგმავს მათგან ძალიან მნიშვნელოვანი წილის წარმოებას. ეს ჩვენი მიზანია. ამიტომ გვჭირდება მაღალი სიმძლავრის ჩიპი, სპეციალურად კოსმოსისთვის შექმნილი, რომელიც კოსმოსის რთულ და მტრულ გარემოს გაითვალისწინებს. სადაც მაღალი სიმძლავრე, მაღალი ენერგიის იონები, ფოტონები და ელექტრონების დაგროვებაა, ეს კოსმოსში მტრული გარემოა. ამიტომ გსურთ ჩიპის დაპროექტება, გსურთ მისი ოპტიმიზაცია კოსმოსისთვის და ასევე როგორც წესი, გსურთ მისი გამოყენება. ცოტა უფრო მაღალ ტემპერატურაზე ვიდრე ჩვეულებრივ დედამიწაზე გააკეთებდით, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ რადიატორის მასა. ამიტომ არსებობს რამდენიმე შეზღუდვა, რომლებიც გაძლებთ კოსმოსში რაღაც სხვანაირად დააპროექტოთ, ვიდრე დედამიწაზე. და კოსმოსური დამუშავებისთვის ვფიქრობ, ეს იქნება დამუშავების უდიდესი ნაწილი. რადგან დედამიწაზე ენერგიის შეზღუდვა გაქვთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ სავარაუდოდ დედამიწაზე წელიწადში 100-დან 200 გიგავატამდე ჩიპი იქნება საჭირო. კოსმოსში ჩიპების სიმძლავრე სავარაუდოდ 1 ტერავატის დონეზე იქნება. მიწაზე ენერგიის შეზღუდვების გამო ალბათ ასე გამოვა საბოლოოდ. კოსმოსს აქვს ის უპირატესობა, რომ იქ ყოველთვის მზიანია.
ეს ძალიან კარგია. ასე რომ, მე ნამდვილად ვარ დარწმუნებული, რომ ხელოვნური ინტელექტის ღირებულება და მისი კოსმოსში განთავსება მნიშვნელოვნად დაბალი იქნება, ვიდრე დედამიწაზე ხელოვნური ინტელექტის ღირებულება. მეტად მოკლე დროში, ვიდრე უმეტესობა ელოდება. მე მჯერა, რომ შეიძლება მხოლოდ 2 ან 3 წელი დასჭირდეს, სანამ რეალურად უფრო იაფი იქნება ხელოვნური ინტელექტის ჩიპების კოსმოსში გაგზავნა, ვიდრე მათი დედამიწაზე გამოყენება. კოსმოსში ბატარეები ნაკლებად გჭირდება, რადგან იქ ყოველთვის მზიანია. და მზის ენერგია კოსმოსში მიიღებ მინიმუმ 5-ჯერ ან მეტჯერ მეტ მზის ენერგიას, ვიდრე დედამიწაზე. რადგან არ არის ატმოსფერული შესუსტება, არც დღე-ღამის ციკლი ან სეზონურობა. ყოველთვის პერპენდიკულარული ხარ მზეზე და მაქსიმალურად იღებ მის ენერგიას ამ წერტილში. კოსმოსური მზის ენერგია რეალურად უფრო იაფია, ვიდრე დედამიწაზე მიღებული მზის ენერგია. რადგან მძიმე მინა ან კონსტრუქციები ამინდისგან დასაცავად საჭირო არ არის. როდესაც ორბიტაზე განთავსების ფასი მნიშვნელოვნად შემცირდება, მაშინ ეს აზრიანი ხდება. ხელოვნური ინტელექტის კოსმოსში განთავსება აშკარა გადაწყვეტილებაა. ასევე, კოსმოსში გასვლისას მასშტაბის ეკონომია იზრდება და ყველაფერი დროთა განმავლობაში მარტივდება. როცა ცდილობ მიწაზე მეტი ენერგია განათავსო, სივრცე გეწურება და იწყებ მარტივი ადგილების გამოპენებას. შემდეგ კი ძლიერ ნიმბის წინააღმდეგობას აწყდები. არავის უნდა ეს ეზოში. ასე რომ, სინამდვილეში, დედამიწაზე ენერგიის გამომუშავების გაზრდა დროთა განმავლობაში უფრო რთული და ძვირი ხდება, მაგრამ კოსმოსში პირიქით, დროთა განმავლობაში უფრო იაფი და მარტივი ხდება. ეს მნიშვნელოვანი თემებია. ეს იმიტომ მოხდა, რომ რა თქმა უნდა გაინტერესებთ, რა ხდება ტერაფაბის შემდეგ. არ იფიქრო მცირე მასშტაბით. დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მაშ, როგორ შეიძლება ერთ პეტავატს მივახციოთ? ეს, ბუნებრივია, შემდეგი ლოგიკური კითხვაა, რომელიც უნდა დავსვათ. იდეა ისაა, რომ იქამდე მიაღწიო მასის ელექტრომაგნიტური გამშვებით, მთვარეზე, მოწინავე რობოტებით, ოპტიმით და რა თქმა უნდა ნასათი. De quantidade de seres humanos. შეგიძლია შექმნა პეტავატის გაგზავნის შესაძლებლობა. შეგიძლია შექმნა პეტავატის გამოთვლითი სიმძლავრე და ეს ღრმა კოსმოსში გააგზავნო. მთვარეზე ატმოსფერო არ არის და გრავიტაცია დედამიწის მე-6-დია, ამიტომ იქ რაკეტები არ გჭირდება. შეგიძლია პირდაპირ დააჩქარო ეს გაქცევის სიჩქარემდე ზიჩქარემდე ზედაპირიდან. ეს კიდევ უფრო ამცირებს ხარჯებს განახლებადი ენერგიის გამოსაყენებლად. ეს კაცობრიობას აძლევს საშუალებას 1000-ჯერ გადააჭარბოს 1 ტერავატს. ამიტომ, ამის ფონზე ნამდვილად მინდა საკმარისად დიდხანს ვიცოცხლო, რომ ვნახო მასის გამშვები მთვარეზე, რადგან ეს წარმოუდგენლად ეპიკური იქნება. ეს მიგვიყვანს მზის ენერგიის მილიონედამდე, რაც სულ მცირე თავმდაბლებს ხვდის, როცა ამაზე ვფიქრობთ. მზის ენერგიის მილიონედი, დედამიწის მილიონენ ეკონომიას უდრის, რაც შესანიშნავია. ამ წერტილიდან იწყებს შორს გაფართოებას, პლანეტებსა და ვარსკვლავებზე და ქმნი ყველაზე ამაღელვებელ მომავალს, რაც შემიძლია წარმოვიდგინო. ეს მახსენებს ფილმ იდიოკრატიის დასაწყისს, მაიკ ჯაჯის მონაწილეობით, სადაც წარმოჩენილია წარმოუდგენელი სიუხვის ეპოქა. დიახ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ამ პროცესის ელემენტებია მდგრადი ენერგია, კოსმოსური მოგზაურობა, ხელოვნური ინტელექტი და რობოტიკა. ეს ყველასთვის წარმოუდგენელ სიუხვეს მოიტანს. და სინამდვილეში, შენი განსაკუთრებული სიუხვის ერთადერთი გზა არის ხელოვნური ინტელექტი და რობოტიკა. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად წავა. იმედი მაქვს, ასე იქნება, ხომ გესმის? მაგრამ ვფიქრობ, ალბათ ყველაფერი კარგად იქნება და ეს იქნება მომავალი, რომელიც შეგიყვარდება. ეს არის საუკეთესო მომავალი, რომელიც წარმოდგენაც შემიძლია. სულ მცირე, მთვარესა და მარსს გავცდებით და სატურნის რგოლებში ვიმოგზაურებთ. არ იქნებოდა საოცარი, რომ შეგეძლოს სატურნზე მოგზაურობის ყიდვა, ან გულწრფელად რომ ვთქვათ, უბრალოდ სატურნზე მოგზაურობა. მგონია მომავალში ყველაფერი უფასო იქნება. შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ
თუ ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ეკონომიკა მილიონჯერ გადააჭარბებს დედამიწის ეკონომიკას, ნებისმიერი საჭიროება, რომლის დაკმაყოფილებაც შესაძლებელია, დაკმაყოფილდება. რასაც წარმოიდგენ, თუ ეს შესაძლებელია, მიიღებ. ფიქრობ, იან ბენქსი თავის კულტურის წიგნებში თითქმის სწორია, როცა ამბობს, რომ მომავალში ფული აღარ იარსებებს და სიუხვე ყველასთვის იქნება. თუ შეგიძლია წარმოიდგინო, შეგიძლია მიიღო კიდეც. აი ასეა. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება სატურნზე გამგზავრება, არა მხოლოდ ზოგიერთს. თუ გინდა, შეგიძლია წახვიდე. დიახ. შემოგვიერთდი ამ მოგზაურობაში. და ხო, დაგვეხმარე საოცარი ჩიპების დაპროექტებასა და წარმოებაში და 1 ტერავატის ჩიპების შექმნაში. 10 მილიონი ტონა მზის ენერგიის, 1 ტერავატი ორბიტაზე წელიწადში. გმადლობთ.